მოგესალმებით აპოლინეს სამყაროში. დღეს ძალიან გემრიელი რეცეპტი მაქვს თქვენთვის. და მოვამზადებ შოკოლადის ტორტს. ტორტს ზემოდან აქვს გადაკრული ფონდანტი. ფონდანტი არის შაქრის მასა და ეს პატარა ელემენტებიც არის ხელით გამოძერწილი. ტორტი მოვამზადე მეგობრის შვილს, რომელიც გახდა 1 წლის. პირველ რიგში მოვამზადებ მე დეკორაციას და დავიწყებ პატარა დათუნიას გამოძერწვას. ამისათვის მოვამზადე ფონდანტი, რომელსაც მივეცი მოგრძო ფორმა და გავყავი შუაზე. შუაზე გაყოფილი ნაწილი გავყავი კიდევ 4 ნაწილად. ხოლო მეორე ნახევარი კი გავყავი ისე, რომ ტანისთვის მოვჭერი ცოტა მეტი ფონდანტი, ხოლო თავისთვის კი შედარებით უფრო ნაკლები, რომელიც მოვათავსე შემდეგ პარკში, რომ არ გამოშრეს. პირველ რიგში მოვამზადებ ტანს, რისთვისაც ფონდანტს მივეცი ჯერ ფორმა, ხოლო შემდეგ მივეცი მოგრძო ფორმა, ისე რომ ზემოთ იყო შედარებით უფრო წვრილი. შემდეგ გადავდე გვერდზე, რომ ცოტა გაშრეს და ახლა მოვამზადებ უკვე დათუნიას მუცელს. მივცემ ამასაც ოვალურ ფორმას და მივაწებებ მუცლის ადგილას. მე მაქვს ფონდანტისთვის განკუთვნილი სპეციალური წებო. თქვენ შეგიძლიათ წყალი გამოიყენოთ. მე დათუნიას გავუკეთებ ჭიპს, რომ იყოს უფრო რეალური. და ფონდანტის მეორე ნაწილი, რომელიც გავყავით 4 თანაბარ ნაწილად, გამოვიყენებთ ხელების და ფეხების მოდელირებისთვის. ჯერ მიეცეთ მოგრძო ფორმა და შემდეგ ბოლოში თითის ესეთი მოძრაობით დააწვრილეთ და გავუკეთეთ დათუნიას ფეხი. ფონდანტი არის საკმაოდ რბილი მასა და არის ფიგურების მოდელირებისთვის შედარებით უფრო არასახარბიელო. იმისათვის, რომ ფონდანტი გახდეს უფრო მაგარი და მოდელირებისთვის იყოს გამოსაყენებელი, უნდა დავუმატოთ ფხვნილი. და ეს არის კბილის გამათეთრებელი ფხვნილი, რომელსაც უწოდებენ cookie-dent ან ცეუმცე ფხვნილს. ან შეიძინთ პირდაპირ მოდელირებისთვის განკუთვნილ მასას. დათუნიას ტანს დააწექით ზემოდან, რომ იყოს თავისთვის შედარებით ბრტყელი. შემდეგ რასაც გავაკეთებ, ეს არის უკვე ხელების მოდელირება. და ზუსტად ისე როგორც ფეხებით, ხელებსაც მივცემთ იდენტურ ფორმას. და მოარგეთ დათუნიას ტანს. ეს ყველაფერი უნდა დააწებოთ, რა თქმა უნდა. დათუნია რომ დაემსგავსოს ნაყიდ სათამაშოს, გავუკეთებ ნაკერებს. ნაკერებს გავუკეთებ ფეხებზე, გავუკეთებ მუცელზე. ხელები თუ ვერ დაამაგრეთ და არ არის სტაბილური, ამ შემთხვევაში გავუკეთეთ ქვემოდან ქაღალდი, სანამ გაშრება. დათუნიას ტანში ჩავარჭე შპაგეტი. და ზემოდან დავადე მრგვალი თავი. თავს დავაწექე კიდევ ზემოდან, რომ გახდეს უფრო განიერი. თავზეც გავუკეთებ ნაკერების ეფექტს. ესეთი მრგვალი ხელსაწყოთ გავუკეთებ ზემოდან ყურების ადგილს. მომნიშნავე მატკილს და გავხრიტავ და ფონდანტის პატარა ნაწილი, რომელსაც ჰქონდა მოგრძო ფორმა, გავუკეთე ყურის ადგილას. ყურს გავუკეთე ჩაღრმავება, ესეთი მრგვალი ხელსაწყოთ. და რა თქმა უნდა, ყველა ნაწილს ასაც დაამაგრებთ, უნდა დააწებოთ აუცილებლად. დათუნიას გავუკეთებთ აგრეთვე პირს.
რისთვისაც გამოვიყენე პატარა ოვალური ფორმის ფონდანტი. შემდეგ გავუკეთე თვალები, მუქი ყავისფერი ფონდანტისგან. და გავუკეთე აგრეთვე ცხვირი. დანით კი ჩაუჭერი პირის ადგილი. დათუნია უნდა დაიკავოს თეფში, რისთვისაც გამოუჭერი მრგვალი ფორმა და დავაწებე დათუნიას ხელებზე. როგორც ხედავთ, მე ფონდანტს დავამატე ცოტა ქუქიდენტის ფხვნილი, დავამუშავე კარგად. მივეცი მოგრძო ფორმა, გავაბრტყელე, ჩამოვჭერი და გადავკეთე გვერდებში. როდესაც მიღო პეპელას ფორმა, გავაშრე ცოტა ხნით და გავუკეთე შემდეგ ჩვენს დათუნიას. დათუნიას თეფში უნდა დავდო ტორტის ნაჭრები. რისთვისაც გამოუჭრი ცისფერი ფონდანტით მრგვალ ნაწილებს. გამოუჭრი თეთრი ფონდანტისგანაც იგივე ზომის ფორმებს და დავაწებებ ერთმანეთზე მონაცვლეობით. გავჭერი შემდეგ შუაზე, შემდეგ დავანაწევრე კიდევ და მიიღო ტორტის ეფექტი. დათუნიას თეფში დაულაგებ ტორტის ნაჭრებს. დავაწებებ, რა თქმა უნდა, ამასაც. როგორც ხედავთ, ესეთი ლამაზი დათუნია გამოვძერწეთ, რომელიც უნდა გააშრეს აუცილებლად რამოდენიმე დღე. დათუნიას დაბადების დღესთვის ჭირდება კიდევ დიდი ტორტი. ისვისაც როგორც წინა ტორტში აქაც მოვჭრი სხვადასხვა ფერის მრგვალ ფორმებს. დავაწებებ ერთმანეთზე. ზემოდან გავუკეთებ წითელ ბურთულებს. როდესაც დაემსგავსება ტორტს, ჩავარჭობ სანთელს, რომელიც შეგიძლიათ შპაგეტისგან და ფონდანტისგან გააკეთოთ. ჩამოვჭრი ერთ ნაჭერ ტორტს და გავაშრობ ესეც ცალკე დათუნიასთან ერთად. ფიგურები ტორტისთვის შეგიძლიათ რამოდენიმე დღით ადრე, ან რამოდენიმე კვირით წინ მოამზადოთ და გააშროთ. შემდეგ, რასაც გავაკეთებ, ეს არის დათუნიასთვის პიკნიკის სუფრა. ასე ვთქვათ, პიკნიკის ადიელა. რისთვისაც ცისფერ ფონდანტს ჩამოვჭრი ესე წვრილად. დავალაგებ გაბრტყელებულ თეთრ ფონდანტზე. დავალაგებ ერთმანეთის გვერდზე. და საგრილმოვას მეშვეობით გავაბრტყელებ. გადავატარებ საგრილმოვას რამოდენიმეჯერ. ვიღეთ ესეთ ლამაზ ეფექტს. ზედმეტ ფონდანტს კი ჩამოვჭრი და გავუკეთებ ნაკერების ეფექტს. დათუნიასთვის მოვამზადებ ჩაიდანს, რადგან ჯერ პატარა და ალკოჰოლს არ სვავს და ჩაიდნისთვის ფონდანტს მივცემ მრგვალ ფორმას. გავუკეთებ ზემოდან თავსახურს და ხელის მოსაკიდს. წინ გავუკეთებ ცხვირს, რისთვისაც შპაგეტს შემოვახვიე ფონდანტი. მივცემ შესაბამის ფორმას და შემდეგ გავუკეთებ კიდევ ჩაიდან სახელოს. ეს ყველაფერი დააძებეთ. მე ფიგურები გავაკეთე რამოდენიმე დღით ადრე და რაკი ფონდანტის ტორტი არის შრომატევადი, ჩემი სამუშაო გადავანაწილე რამოდენიმე დღეზე. 2 დღით ადრე გამოვაცხე ბისკვიტები, რისთვისაც დამჭირდა 6 ცალი კვერცხი, 300 გრამი შაქარი, 50 გრამი კაკაო, 2 შეკვრა გამაფხვიერებელი, 300 მილილიტრი ზეთი ნეიტრალური გემოს, 300 მილილიტრი კეფირი და 400 გრამი ფქვილი. პირველ რიგში ოთახის ტემპერატურის კვერცხს მოვათავსებ თაში. სასურველია კვერცხი იყოს ოთახის ტემპერატურის
თუ გინდათ რომ კარგად გაითქვიფოს. ჩავთე შემდეგ მიქსერი, ჯერ დაბალ საფეხურზე, შემდეგ კი მოუმატე თქვეფას და დაუმატე 300 გრამი შაქარი. და გეტყვით რომ ჩემთან კვერცხი და შაქარი ითქვიფებოდა დაახლოებით 15 წუთი. კაკაომ რომ უკეთესად იმოქმედოს, უნდა გავხსნათ კეფირში. წინასწარ გახსენით სითხეში, მოურიეთ კარგად, რაც გამომრჩა კეფირი შეგიძლიათ რძით ჩაანაცვლოთ. როდესაც მივიღე თეთრი მასა, რომელიც იყო უკვე საკმაოდ მყარი, დაუმატე შემდეგ უკვე ზეთი. შეარჩიეთ ნეიტრალური გემოს ზეთი. შემდეგ ჩავთე მიქსერი დაბალ საფეხურზე და ნელ-ნელა დაუმატე კეფირი, სადაც იყო კაკაო გახსნილი. ნელ-ნელა მოუკერით სიჩქარეს და ფქვილს დაუმატე შემდეგ გამაბღვიერებელი, რომ კარგად გაიხსნას და ფქვილი ნელ-ნელა პორცია დაუმატე კვერცხის მასას. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ კი მიქსერს გამორთავთ და ფქვილს შეურევთ ხელით. ანუ კოვზით ძალიან ფრთხილად. როდესაც ფქვილი კარგად გაიხსნა მასაში, გადმოვიტანეთ ჩემს გამოსაცხობ ფორმაში, ტორტის ბეჭედში, რომელიც იყო დაყენებული 26 დიამეტრზე. და ბისკვიტი უნდა გამოაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ჩართული ქონდეთ ზემოდან და ქვემოდან 170 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი. როგორც ხედავთ, ჩემთან ბისკვიტი უკვე გამოცხვა და გაცივდა ძალიან კარგად. ამოვიღე ფორმიდან, რომ განახოთ, რა ზომის ბისკვიტი გამოვიდა. ეს არის ნამცხვარი ბისკვიტი, რომელიც არ ჩავარდება, ესე რომ მოგშეგეშინდებათ გამზადება. როგორც ხედავთ, ესეთი ზომის ბისკვიტია შემდეგ, რომელიც არის 6 კვერცხიანი. გეტყვით, რომ ძალიან გემრიელი. მოვაცილებ ჩემ გამოსაცხობ ქაღალდს და ბისკვიტის გაჭრა შესაძლებელია 3 ნაწილად. არის ძალიან ნოტიო და ჰაეროვანი. არის აგრეთვე ფაფუკი და ფრთხილად აიღეთ. ზემოთა ნაწილს, სადაც არის ცოტა ამობურცული, მე ის ნაწილი შემოვაჭერი. ჩემი ტორტი უნდა ყოფილიყო მაღალი და ამისათვის გამოვაცხმე 2 ცალი ბისკვიტი, რომელიც გამოვაცხე წინასწარ, გადავახვიე შემდეგ პარკში და შევინახე მაცივარში. მე მეორე ბისკვიტის დავჭერი და გამოვიყენე სულ 5 ფენა. ხოლო მორჩენილი ბისკვიტით კი შეგიძლიათ უბრალოდ დესერტი გააკეთოთ. ან კრემი წაუსვათ და ისე მირთვათ. და როგორც ხედავთ, ესეთი ბისკვიტები გამოვიდა შემდეგ, რომელიც გეტყვით, რომ არის ჩემი საყვარელი და ფავორიტი ბისკვიტები. მე დაჭრილი ბისკვიტები გადავიტანე შემდეგ ტორტის ფორმაზე, დავაფარე თავზე, რომ არ გამოშრეს და შევინახე კიდევ იქამდე, სანამ არ მოვამზადე კრემი. თავი ქონდა მჭიდროდ დახურული, ისე რომ არ შევიდეს ჰაერი. საღამოს კი დავიწყე უკვე ტორტის აწყობა, რისთვისაც გავამზადე ცივი კრემი და ამისათვის გამოვიყენე 400 გრამი შოკოლადი, 2 კილა შესქელებული რძე და 500 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი. არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კარაქი იყოს ოთახის ტემპერატურის. შოკოლადი მოვათავსე შემდეგ თაში და შოკოლადი წინასწარ გავადნე ორთქლის საბაზანაზე. დაუმატე შესქელებული რძე, კრემის ეს მასა არის 2 პორცია. შემდეგ დავიწყე გათქვეფა შესქელებული რძის და შოკოლადის და როდესაც მივიღე ერთგვაროვანი მასა, გამოვთე მიქსერი და ნელ-ნელა დავუმატე ოთახის ტემპერატურის კარაქი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავუმატე კარაქი და დავიწყე ისევ გათქვეფა. სულ ეს არის, რასაც ხედავთ, კარაქი როგორც კი შეერევა შესქელებულ რძეს და შოკოლადს, მივიღებთ არაჩვეულებრივ მასას. კრემი თქვიფოთ კიდევ ცოტა ხნით, შემდეგ გადმოვიტანე მე ჩემს სამუშაო დაფაზე და განახებთ, თუ როგორ გამოიყურება და რა კონსისტენციის არის კრემი.
ტორტის დასანამად გამოვიყენებ ნაყიდ შოკოლადის სიროპს. თქვენ კი შეგიძლიათ შესქელებული მუხარშული რძე გამოიყენოთ, რომელიც არის ძალიან გემრიელი. შოკოლადის სიროპი შევიძინე სუპერმარკეტში, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი არომატი და გადმოვიტანე ჩემს ჭურჭელში, რომელსაც დავუმატე შემდეგ წყალი. დავუმატე სულ ცოტა რუმი გემოსთვის, დავიწყებ ტორტის აწყობას, ისუსაც უკვე ყველაფერი გავამზადე ბისკვიტები, კრემი და დასანამი სითხე. და ბისკვიტები რომ იყოს უფრო სტაბილური და გადაადგილებისთვის მარტივი, გამოვიყენებ ესეთ დასადებს, რაზეც მოვათავსებ ერთ-ერთ ფენას და დავნამავ ფუნჯით ზემოდან. ქვემოთა ნაწილი ძალიან არ ინამება. ბისკვიტს წაოსმევ ზემოდან კრემს. გავუკეთეთ სასურველი რაოდენობის კრემ და გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტორტი არის გარედან გასალესი. კრემი გადავანაწილე თანაბრად და მოვათავსე ზემოდან ბისკვიტის მეორე ფენა. ბისკვიტიც გავათანაბრე და დავნამე ზემოდან. წაუსვი ისევ კრემი. გადავანაწილე რა თქმა უნდა თანაბრად. და ზემოდან დავადე კიდევ მომდევნო ფენა. ეს არის მე მგონი უკვე მეოთხე ფენა. დავნამე კიდევ ზემოდან. წაუსვი ისევ კრემი. გადაანაწილეთ კრემი თანაბრად და რაც მთავარია, გაასწორეთ და გაათანაბრეთ საერთო ჯამში ტორტი. ახლა კი ზემოდან დავადე ბოლო ფენას. შევხედავ კარგად, რომ ყველა მხარეს იყოს გათანაბრებული და ზედმეტი ბისკვიტი, რაც აქვს ჩამოვაჭრი, რომ ხელი არ შემიშალოს შემდეგ გალესვის პერიოდში. თუ კი ტორტს ცოტა ხნით მოათავსოთ მაცივარში, იქნება უფრო მარტივი მისი ჩამოჭრა. ახლა კი მოდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და განახებ თუ როგორ ვლესავ მე ჩემს ტორტს. და ტორტის რგოლს, რომელსაც მე ხშირად ვიყენებ, გავუკეთებ ტორტს და დავაყენებ ისე, რომ იყოს დაახლოებით 1 სანტიმეტრი ან 9 სანტიმეტრი ცოტა ზემოთ, ვიდრე ბისკვიტები. და იმ მოჩენილ ნაწილს შევეცდები, რომ კრემით ამოვავსო. გავუკეთებ იმდენ კრემს, რამდენსაც მოითხოვს. შევეცდები, რომ თანაბრად გადავანაწილო. და როგორც უკვე მივხვდით ალბათ, როდესაც ამოვავსებთ ამ გვერდებს, ტორტი ავტომატურად გაიკეთებს სწორ ზედაპირს. იმისათვის არ არის ზუსტად ესეთი ტორტის რგოლი საჭირო, როგორც მე მაქვს, თავარია იხსნებოდეს ქვემოდან და კონდეს რგოლი. დრო და დრო ტორტი მოვათავსე მაცივარში, რომ ცოტა გამაგდეს. გეტყვით, რომ ეს კრემი არ არის ისეთი მაგარი, როგორც განაჯი. როდესაც ძალიან კარგად გაცივდა, ძალიან კარგად გამოვდგი მაცივრიდან და როგორც დაინახეთ უკვე, გამოსაცხობი ქაღალდით გადავასწორე კიდევ გვერდები. ჩემი ტორტი სულ ცოტა ხნით იმყოფებოდა კიდევ საყინულოში, რომ კარგად გაციებულიყო და მოვაცილებ ტორტის რგოლს. მოვაცილეთ ძალიან ფრთხილად, როდადრო გადაასწორეთ კიდევ ზედაპირი. და როგორც ხედავთ, ესეთი სწორი ზედაპირი მივიღეთ შემდეგ, სულ რაღაც მარტივი ხერხის მეშვეობით. თქვენ უკვე ხედავს ჩემთან, რომ ბისკვიტებიც მე უკვე გავათანაბრე წინასწარ და უნდა შემოვლესო ახლა გვერდები. და ძალიან სწორად და სუფთად გალესილი ტორტი წინაპირობა იმისა, რომ თქვენ კარგად გადააკრავთ შემდეგ ფონდანს. წაუსვით კრემი, გალესეთ კარგად, თანაბრად და დაუკვირდით, რომ ზემოდან თავი არ გააფუჭოთ. შემდეგ მესეთებ ტყელი საგნის დახმარებით, გავლესავ კიდევ ერთხელ და მოვათავსებ დროდადრო მაცივარში.
მოვათავსე კიდევ შემდეგ მაცივარში, გამოვიდგი კიდევ ერთხელ და გავლესე. და როგორც ხედავთ, ბოლოს ესეთი შედეგი გვაქვს. ტორტი არის გვერდებში და ზემოდანაც სწორი. და მზად უკვე იმისად, რომ გადავაკრათ ფონდანტი. მე ფონდანტი მაქვს ლურჯი ფერის და გეტყვით, რომ მე ფონდანტს სახში არ ვაკეთებ. არამედ ვიყენებ მასა ტიჩინოს ფონდანტს, რომელიც არის საუკეთესო ხარისხის ფონდანტი. თუ კი ვინმეს დაგაინტერესოთ, ბმულს დაგიტოვებ დაბლა YouTube-ში. ფონდანტი დავამუშავე კარგად ხელით და როგორც ხედავთ, მე აქ ცხიმი არ მჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენეთ ქოქოსის ცხიმი. იმისათვის, რომ მე შევძლო ფონდანტის გაბრტყელება, გამოვიყენებ სიმინდის სახამებელს. სიმინდის სახამებელი მოვაყარე ჩემს სამუშაო დაფას და დავიწყე ფონდანტის გაბრტყელება. და გეტყვით, რომ ფონდანტის შიგნიდან ყველანაირი კრემი არ გამოიყენება. ის კრემი, რომელიც შეიცავს ბევრ სითხეს, მაგალითად როგორც არის მოხარშული კრემი ან ნაღების კრემი, ადნობს უბრალოდ ფონდანტს. გაბრტყელებული ფონდანტი გადავახვი ჩემს აგრინოლაზე და გადავიტანე მე ძალიან ფრთხილად ტორტზე. ჯერ გადაასწორეთ ზედაპირი, ზემოდან ჰაერი გამოდევნეთ და შემდეგ ძალიან ფრთხილად შეეცადეთ, რომ მიაწებოთ კედლებს. ფონდანტი გაწიეთ ნაპირისკენ, გაასწორეთ და ისე მიაწებეთ შემდეგ კედლებს, თან დაუკვირდით, რომ არ გაგეხეთ. ძალიან თხლად გაბრტყელებული ფონდანტი ძალიან მალე იხევა. ხოლო მშრალი და სქელი ფონდანტი კი უბრალოდ იმტრევა. შემოჭერეთ შემდეგ გვერდები 26 დიამეტრის ტორტისთვის გავაბრტყელეთ 900 გრამი ფონდანტი და გადაასწორეთ ესეთი ხელსაწყოს დახმარებით. რა თქმა უნდა, თუ კი პირველად გააკეთებთ, შეიძლება ისე კარგად არ გამოვიდეს. რაც უფრო ხშირად გააკეთებთ, მით უფრო მეტად გაიწაფებთ ხელს. ფონდანტი გადავასწორე კარგად და გადავდგი გვერდზე. შემდეგ კი დავიწყებ გარედან დეკორაციის მომზადება. რისთვისაც თეთრი ფერის ფონდანტი დავამუშავე კარგად ხელით და გავაბრტყელე ჩემს სამუშაო დაფაზე, რისთვისაც გამოვიყენე სიმინდის სახამებელი. შეგიძლიათ გასაბრტყელებად გამოიყენოთ შაქრის პუდრაც, მაგრამ პირადად ჩემთვის არ არის ხელსაყრელი, რადგან შაქრის პუდრა არის უბრალოდ ძალიან ტკბილი და გეწებებათ ხელები. მე ჩემს ფონდანტს მივეცი ტალღისებური ფორმა, გადავახვია ხის კოვზზე და გადავიტანე ტორტზე. შემოვახვიე და მივაწებ გარედან და დავაწებე წებოს დახმარებით. ზედმეტი ფონდანტი კი ჩამოვჭერი სკალპელით. შემოვჭერი ზედმეტი ფონდანტიც, რომ უკან გათანაბრებულიყო. შემოვასწორე კიდევ ერთხელ კარგად და ლურჯი ფონდანტისგან ამოვჭერი პატარა ვარსკვლავები. ვარსკვლავები მივაწებე თეთრ ფონდანტზე. შემდეგი გამოვჭერი ბუშტები. და ამოვჭერი ციფრი 1, რადგან ჩვენი იუბილარი არის 1 წლის. ბუშტზემოდან დავაწებე ციფრი 1
გადავდე გვერდზე, რომ გაშრეს. თეთრი ფონდანტისგან კი გამოვჭერი სახელი მათეო. და უფრო მეტი ეფექტისთვის ზემოდან წაუსვი ვერცხლისფერი. მე ბოლოს გადავწყვეტე, რომ ჩემი ბუშტები ყოფილიყო წითელი ფერის, რომელიც გავუკეთე 4 ადგილას. და ბოლოს უკვე დავალაგებთ ჩვენ წინასწარ გამზადებულ და გამშრალ დეკორაციას. ეს პიკნიკის ადიელა, რომელსაც დავაწებებ წებოთი. დავაწებებ აგრეთვე სახელს. და შუაში დავსვავ პატარა დათუნიას. წინ დავოდებ ტორტს, რადგან არის იუბილარი. ჩაიდანს, რადგან ჯერ კიდევ არის პატარა. შევძლე დალიოს ჩაი ან კაკაო, რომელიც არის უკვე გამზადებული. დავდებ კიდევ ჩამოჭრილ ტორტის ნაჭერს. და როგორც ხედავთ, ესეთი საყვარელი ტორტი გამოვიდა ბოლოს. ჩვენი ხელით გაკეთებული დეკორაციით, რომელსაც გეტყვით, რომ დაჭირდა საკმაოდ დრო და თუ სურვილი გექნებათ, რომ უფრო ხშირად მოამზადო მოტივე ტორტები ფონდანტისგან, დამიტოვეთ შეტყობინება კომენტარებში. მოსინჯეთ, გამოაცხეთ და მე დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში. მათეოს მიულოცავთ დაბადების დღეს, უსწროთ უღრუბლო ზეცას და ბედნიერ ბავშვობას.